რა არის მარადიული სიცოცხლე? ვიცნობდეთ ღმერთს. ანუ რწმენა რაც უფრო მიძლიერდება, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს მარადიული სიცოცხლე. რას ნიშნავს მაქვს მარადიული სიცოცხლე? ანუ მაქვს ღმერთი გულში. იმიტომ რომ სხვა სიცოცხლე ხშირად გვითხოვს, მხოლოდ ღმერთია მარადიული სიცოცხლე. აი ცალკე მარადიული სიცოცხლე და ცალკე ღმერთი, ეგეთი რამე არ არსებობს. მაქვს მარადიული სიცოცხლე, ესე იგი ჩემს გულში ღმერთია. და შემდეგ ძალიან საინტერესო სიტყვები და სასჯელსა იგი არა შევიდეს. ნახეთ, ნამდვილი რწმენა რას ნიშნავს? რწმენის აპოგეა. ერთადერთი ეს ვის ადამიანებს შორის მიაღწია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გასაგებია, რომ ეს ძალიან მაღალი ნიშნულია. მაგრამ ეს ნიშნულები რატოა მოცემული? აი სასჯელს არა შევიდეს ნიშნავს, რომ იმდენად ძლიერია ჩემი ღმერთთან კომუნიკაცია, ანუ იმდენად ძლიერია ჩემში რწმენა, როგორც ძალა, უხილავის, ესე იგი, შემეცნებელი, ანუ ღმერთის შემეცნებელი, რომ მე მთლიანად ღმერთის ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას, მისი ნება სრულად მოიცავს ჩემს, ესე იგი, უკეთურნებას და განდევნისმას და ფაქტობრივად სასჯელი, ანუ განსჯა სამსჯავროს აღარ ვექვემდებარები. მერვე დღის მოქალაქე ვარ. კიდევ ვიმეორებ, ეს არის უმაღლესი ნიშნული, რომელიც ადამიანთა შორის მხოლოდ ღვთისმშობელს აქვს მიღწეული, იმიტომ რომ ღვთისმშობელი აღარ წარსდგება საშინელ სამსჯავროზე, რაც ჩვენ ვიცით, რაზეც ცოდნაც გვაქვს, მაგრამ ეს ნიშნული მოცემულია და თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ხო, ჩვენსაც შეგვიძლია ესე, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ საშინელ სამსჯავროზე გავუმართლდეთ, ანუ საშინელი სამსჯავრო აღარ იყოს საშინელი. და თუ სამსჯავრო, ხო, გაგვიგია საშინელი სამსჯავრო, თუ სამსჯავრო არ იქნება საშინელი, მაშინ ჩვენ სასჯელში აღარ შევალთ. ანუ არ განვისჯებით, არ გავსამართლდებით, ანუ გადავრჩებით წამის ყოფაში, როგორც კი უფალი დაბრუნდება და როგორც კი უფლის წინაშე წარვდგებით. და სასჯელს არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. აი ეს გარდაცვალება სიკვდილისაგან ცხოვრებად, რომელიც ხორცში მყოფი ადამიანში უკვე განიცდება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი აი საზვერებსაც კი აღარ გადის. ფაქტობრივად, როგორც კი ადამიანი გარდაიცვლება, როგორც აი ანთებული ცეცხლი, ნათელი, როგორც მრავალი შემთხვევაში ქონიათ ხილვა წმინდა მამებს ვიღაცის გარდაცვალება და ხედავენ ანგელოზებს როგორ აყავთ ეს ცეცხლოვანი სული პირდაპირ ღმერთისკენ, ხო? აი ეს მდგომარეობა ეძლევა ადამიანს, გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად. თითოეული ჩვენგანი რამდენჯერ შეინანებს, რამდენჯერ დამწუხდება იმის გამო, რომ გარდაცვალებისთანავე სიცოცხლეში ვერ შევალთ, იმის გამო, რომ აი აქ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ჩვენი უგუნურობის გამო ბევრს რამეს ვაკლებდით. არ გვინდოდათ ჩავწვდომილიყავით ბოლომდე იმ საიდუმლოებას, რასაც ღვთის განკაცება და ჩვენი ეკლესიაში მყოფობა ქვია.